დილა მშვიდობის გაუმარჯოს. ოიმე, შემცივდა. აჰა. როგორც იქნა დილით შეიძლება რომ თქვენთან ერთად დავლიო ყავა. უნდა გავიცალო ეს სამარცხვინომანი ყურები. ხამობ ჩხილები გამიზარდა, ისე კარგად გამიზარდა და ისე მიხარია რომ რა იყოს. გუში რაღაცები ისავქენი მოვირტყი. ხო და აი, ერთი წამი. Mia. არა მგონი. რავი არავის შემოსული. ყველა სულიერს ვაჭამე და მაკარონის წყალი დავდგი. მეც ფათაფუდით ჩავიცვი. ეს სახში მაცვია ხოლმე, მაგრამ კაი ჰუდის არის რა ჰუდი. ჩავიცმე იქაც არაა პრობლემა, იმიტომ რომ რაღაცები რაც ჩავიცვი იქ ან კრემს მივედები ან რაღაცა და არის იმის საშიშროება, რომ დავალაქავ, ანუ გასასვლელიდანსაც მელს ვამბობ. ხო და რადგან მაგის საშიშროება არის, ამიტომ სახლისებითაც შენივე ავიტანთ, ხო? ბარბარე გააქსიცხე? 27. კივა თავი? ხო. ახლა წაბალს ვერ დალევ ჯერ მაინც. სიცხეზე, ანუ სიცხისას ვერ დალევ რა. შეიძლება თავისით დაგეწიოს. გუშინ ჩემი თემუს ამანათზე ერთი ხომ აქვს მოსული. აი კატებს ხელს, იმიტომ სპეციალურად ხელს არ ვადებ. კი ვიცი რაც არის ერთი ცალი. იმიტომ რომ თავიდანვე აქ მოვიდა შეტყობინება იმის რომ სამად დაიყო. ეხლა ნახე მიწერს ესეთ რაღაცას. ეს ხო მოვიდა. დანარჩენ 2-ზე. ანუ სავარაუდოდ 2-ად არის გაყოფილი და სავარაუდოდ არ და 1-ს გადამზიცმო. 1 დეკემბერს დილის 6-ზე მოვიდა ესეთი განახლება, რომ კურიერმა თქვაო, რომ ცდილობდა თქვენია გზავნილის მიტანას, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. ისე ჯანი დაეწოს, რომ არაფერი უცდია დილის 6-ზე. მე მოვიდა, რომ გზაშია მისაწოდებლათო. გარდაბანი 11 დეკემბერი ესა და ესა და ესა. ხო და გარდაბანი რა შუაშია? ვერ გავიგე. არა, გარდაბანს მივეკუთვნებით, მაგრამ ხო და დღესაც რა ის მოვა. როდის ამ გაკეთებული შეკვეთა არც მახსოვს. ხო და უკვე მივწერ. და ფულს უკან დავაბრუნებინებ და დიდი შანსია მე რომ მოვიდეს ამანათი. იმიტომ რომ ზე დაწერია. ამანათს აწერია ზე. ეს ფერი მოწამის. მისამართი და რა ვიცი მარტყოფი აწერია გასაგებენაზე და მოაქვთ მარტყოფში. მე იმიტომ ვიწერ თორე ხა გარდაბანში ვივლი მაგის გულიზე რა. სკოლაში ნინო და ლაშა დადიან ჯერჯერობით. სხვები შეუძლოთ არის რა. საშინელი ვირუსი. ვაიმე გუში ხარ, ნუ სად აღმოჩნდი რომ იცოდეთ. ღამის 8-ზე, 9:30-ზე. გუში შეკვეთილი ჰქონდათ ბარბარეს კლასს, იქ ჩვენთან საწყობში, პიცა და ლობიანი. ხო და მე რაღაცა ვიფიქრე, რომ კი ვიცოდი ხა გუში რას საპირებდო, რომ
იდეის დონეზე ვიცოდი და არ ვიცოდი გუშინ იყო თუ არა, თურმე კლასი кейფობს მარტყოფში არის დარბაზები რა, რომ იქირავ. და ერთი პატარა კუპესავით უქირავი. და მე მეგონა ესა ჰქონდათ შეკვეთილი რაღაცა პროექტი, ესა რაღაცისთვის ჭირდებათ იქ და სკოლაში და ასე შემდეგ. თურმე საკეიფოთ. და გუშინ ბარბარის დილით ჰქონდა სიცხე და არ გავუშვი. რაღაცა ვერავარო, თავი მტკივავ და კინაღამ არ დაუჯერე, მაგრამ არ იცის ხოლმე ზოგადად რა, რომ აი სკოლა მოიმიზეზოს და არ წავიდეს. რომ არც გაუვა ეხა. ერთხელ ბაღში ჩავიყვანდი და ამოსული არა ვარ, დამირეკავდნენ, რომ ესაო, ცუდად არისო. ნინოიო. მუცელის ტკივა ტირისო. ჩავიდოდი გულხეთქებით, როგორც კი აი გამოვცდებოდით კლუბს, ისე გამოჯამრთელდებოდა უცბად, კაი, ეჩვი შემება. ზედიზედ გააკეთა ამა ბუეტმა ხო შეიძლება დისტანცია. გაეკეთებინა დროის მიხედვით და ჩავით მეორე დღეს ის ჩავიყვანე. დამირეკა მან მასწავლებელმა, რომ დროზე რომელი იყო, ნინო იყო თუ ბარბარე. ნინო არა. ბარბარე. ხო და ჩავედი უცბად სირბილით, არიქა ბავშვი მუცელი ტკივასად მიყავ ქალო რაღაცა და გამოსცდა და კაი გავატარე. მესამე დღეს რო დამირეკა. მასწავლებელმა ჩამოდიო და ჩავედი. გამოვიყვანე მძიმეთი იყო, ძალიან მძიმეთი იყო. როგორც კი ჩავაცი დავახურე, გამოჯამრთელდა. იმას დღე დაადგა. სადღაც გზაში ნახევრად გამოსულზე, რომ მე ხვეწებოდა წავალდე და გამიარა ყველაფერმა წავალ. ეგ იყო და ეგა. ხო და ეს სკოლაში რომ მოდიდე დღეს არ წავალ, არასოდეს არ გასულია და არც ქონიათ ეგ შემთხვევა. ხა თუდად როა და თავის ტკივა მუცელის ტკივა, ხა მაზოხისტი ხო არა ვარ მართლა რომ თუ რა ქვია მაგას. რო გაუშვა ბავშვი. ხო და არ წავიდა რა მაგას ვამბობდი. მე რო ჩავედი და შეკვეთების როლი რომ ნახე ბარბარეს დაურეკე. ბარბარე მე დღეს ესე და ესე რო გაქვთ მეთქი შეკვეთილი მეთქი რაღაცა და მოვიდნენ კიდეც რა წასაღებად ჩემი კლასელები. უშულები ყავს ერთ კლასში კლასელებს. ესია მეთქი ნუნას ვეუბნები. სალამ ნუნა. ნეტა ეთიო სუვირუსიანები არა ვართო ისა უთხარიო ჩამოვიდეს თუ სიცხე არა აქვს. დაურეკე სიცხე იბსტოს არ ქონდა და მეთქი მოემზადე და ვინმე ჩაგიყვანს რა. წავიდა. მერე რომ მორჩა სამსახურს რომ მოვჩი მეც. ჩავედი რა, ვიცოდი რომ ახლა ანუ იქ დარბაზში არ შეუშვებენ თუ დიდი არ არის და ყურადღებას არ აქცევს. ხა მეათე კლასელები არიან, მაგრამ უფრო უნდა ყურადღების მიქცევა და მოკლედ ჩავედი რომ ვიცი რომ ის გოგოებიც იქ იყვნენ რა ჩემები, მშობლები. რომ ან მიხმარება ან რაღაცა მეც ჩავალ. ერთი ალბათ 10-მდე 11 იყო დაწყებული რომ ვიყავით, მივალაგეთ, მოვალაგეთ, ავალაგეთ. ჩვენ ნელა ცოტა მალე წამოვედით. ხო და აი ეგ გუშინ სამსახურიდან აღმოვჩდი ამ დროს დარბაზში. და სალომეს ვეწერე რა. სალომე ვინ არის? მასწავლებელი. ჯგუფში დავწერე. ჯგუფში? ხო პირადში ხარ მიწერი ჯგუფში წერენ ხოლმე. რომ ცუდად ხარ. ივანე უნდა წავიდეს ნეტა. სალომესთვის უნდა მივწერო რომ ხვალე ნინოც არ იქნება. ქმიდის რა ქვია. კინოში. East Point-ში. რა გვიან შორდება მანიკური წყალი მიდგა. ნეტა ხო არ შეგიხედია ხო არა თუ და დაბალზე კი მიდგა რა მგონია. მაკარონი უნდა ჩავყარო. აი ხა ერთად წუთში ჩავხედავ და სანამ ვიდეოც გაკეთდება, სანამ მაკარონი მოიხარშება, მე კიდე ოთახს მივალაგებ. აი ეს რა ტორსასუტი მინდა ხალჩაზე მოვასწრო. ლობიოც დგა ქვაბით. გარეთ ჩაცმის გარეშე არის წანწალო და რავი ჩაია რაც არის დალი მალინიას სულ ხოლმე ერთის დალიე გამოვიტან როისა კარგია პატარა ჯეკით გაიგეთე რომ ცოტა ეს წვერიც ჩააგდე აუც ის არის კარგია დედა დამაკო და გეფიცებით
მაგიტო არ უყვარს ხოლმე წითელი მანიკურების წასმა. ეხლა შეიძლებოდა რაღაცა ნუნების კორექცია გამეკეთებინა, მაგრამ მაგის დრო არ არის. ზედვეტავის იმას ეს რა არის, საიდან მოიწყო. მიწის თხილი, ჩემი მარადი. აბა გამიცივდა. აი მეოთხე თითი დამრჩა. მადლობა გუშინდელი დღის მოლოცვებისთვის, ხალხნებო. დიდი მადლობა, რომ მიგულოცეთ დედაჩემს იუბილე. ნეტამად ხوار დაავიწყეთ ბავშვებს დარეკვა. გუშინ ხო ვიყავი დედაჩემთან. ალბათ 5-დან 10 წუთამდე არც კი გავჩერდი რა, იმიტომ რომ საქმე იყო აქეთ და ფიზიკურად ვერ გავჩერდებოდი. ხო და იქ ძაღლები ხო ნახეთ, რა საყვარლები. ეხლა სოფო კი ვიგზავნდა. იმას რა ქვია, გახსოვთ ადრე რომ გითხარი რომ სოფომ შემოთავაზა ლეკვის წაყვანა თქო. და სოფო კი მიგზავნდა სურათებს, მაგრამ ვიზუალურად რო ეგეთი პატარები იყვნენ ხალხო, არ ეტყობოდათ, აი, ამ ხელები არიან. ორი დედალი იყო და ერთი მამალი თუ სწორად მახსოვს, ხო და. მაგრამ ის მამალი ისეთის ამ ხელაა ხალხო, აი ჩემი იაპონკავარიების ხელა. ისეთი საყვარელია, გუშინ მათ ეს ვუთხარი, რომ მამიდ მეთქი თუ არავის არ ხარ შეპირებული მამალი ლეკვი. წავიყვან მეთქი, მე ხო გითხარი ძაღლს აღარ მოვიყვან მეთქი. მე ისევ არ ეგრო თქვი. ხო და გუშინ ვაპირებდი. მეთქი ხვალე და მაგრამ გუშინ დარბაში ვიყავით, მათეც იქ ხო. მათე და ბარბარე კლასელები არიან. ხო და შეიძლება დღეს ლეკვი მოვიყვანო. ეხლა გუშინ არც მაწყობდა რომ დღეს რომ მუშაობ ვერ მივხედავდი რა იქ ამ ხელა კარებში გავაწავა ან მანქანა გაიტანს და ან წაიყვანენ მოიპარავენ. ანუ აი კარების პრობლემას სუმა აქ რა. უქვეშ არ გაწურეს. ეხლა კი მილაგია რაღაცები, მაგრამ ხან მე რო სახში არა ვარ და მანქანას რო შემოვაყენებენ, კიდებენ ისევ, მაგრამ იმდენად კარგად ვერა რა, ანუ ძროება მაინც და აი მაგ ფიცრებს რაღაცები უნდა მივაკარა კიდე რომ ანუ რომ მიაყუდებ როგორც არ უნდა დადონ, დაიფაროს რა კედელის. ის გასაძრომი მთლიანი. კედლად აღიმართოს. სანამ ცოტა მიგვეჩვევა, რომ აღარ გაწურეს რა. ქოხი ხა კატებს დაუდგი შაშანდელი ქოხი მე ხო აუწყე გახსოვთ და არ აძურებიან ცოცხალი თავით. არა და სამი კატა ჩვეულებრივ შეეტევა. არ უნდათ ნუნდათ. მოხსნი ფეხებს ძაღლისა იქნება. მაინტერესებს რამდენად მიეჩვევიან ახლა ეგენი. აი საციტონი ძალიან მომეწონა. აი სავარაუდოდ ისიც ახმარობს ის. პარაფის ხესთან გადავიღე ხელები. აი ქარისუ ნინოს წებოები, აი მე გუში დავაწყდა ის ჩემი მანქანის კონსტრუქცია რო ავაწყეთ იქ დამრჩა ჩემი თოფის წებო. სამსახურში წავიღე და გუშინ ავიღე რომ უნდა წამომეღო ვითომ. და ანუ აქედან ავიღე და აქეთ დავდე და ხა იქ დამრჩა. ეხლა რომ ამივალ პირდაპირ ჩავიდებ ჩანთაში. გუშინ წავიღე ცხელი ლობიო. ხო და
არის რაღაცა ჭოლები დღეს აღარ წავიღებ. ამ ხელა ფრჩხილები, საკუთარი ფრჩხილები, როდის მქონდა, თუ მახსოვრობაში მქონდეს, მე მოვკვდე. აი, საერთოდ არ მახსოვს, ალბათ რავი. წლების წინ, ოღონდ მართლა არ მახსოვს. და ისიც არ მქონდა და ან არ. გახსოვს რომ წუწუნებდი ფრჩხილებზე? და თან მიკვირდა რომ იქ ხომ არის წყალში მაქვს თქო და რატო ვერ გამეზარდა მეთქი რა? სულ რომ დამბალი გაქვს ფრჩხილები, რა გაგიზრდის და რა გაგიმაგრებს. ახლა წყალში იქაც ამაქვს, მაგრამ ეგ რემუდმივად ესე იგი, რომელზეც 9-დან 4-მდე, 5-მდე სუსველები გქონდა ხელი და თან ხელთა თმანებში ჩახარშულები რა უნდა ის გვექნა. და მაგის გამო არა და მიკვირდა რა რომ არის წყალია მეთქი და წეს თქო უნდა გაამაგროს და აშკარად ეგაკეთებდა. ადამიანს დაემკვენა ხალხო ჩემი ხელი. არა, ადამიანისას. მამიდას დაურეკო. რა შვებიან. გუშინ დანის დაბადების დღე ხო იყო, ტორტი ჩვენგან წაიღეს. სურათიც გადაიღო 6 წლის დანიმ. რაც დრო გადის ხოლმე და დანიელი, იცი როგორი დიდი ბავშვია, იცი როგორი დიდია. რაც დრო გადის და დანიელს წლები ემატება. აი, ბოროტდები ვატყობ, რომ ვუყურებ რა და ნერვები მეშლება იმ ექიმზე, ვინც დანიელის სიცოცხლე ესეთი გახადა. ცნობილ გაგუაზე. ადრე TikTok-ზე შემხვდა ვიდეო და ეწერა ესეთი რაღაც, ანუ სქესის გაგების ცერემონია იყო და მიყვარს ხოლმე მაგის ყურება რა, ბიჭი გოგოს რო იგებენ რა. ხო და ზედა წერია ესე, ანუ მაგან მიიქცია ყურადღება, ზედა წერია ესეთი სიტყვები, რომ აქ ჯერ არ ვიცოდით როგორ გაგვაუბედურებდნენ გაგუაშიო და დამაინტერესა, იმიტომ რომ გაგუაში არის დანიელიც დაბადებული, ჩემი მაზლიშვილებიც გაგუაში არიან დაბადებული და მშვენივრად. ხო და დამაინტერესა, შევედი, ესე იგი ამ დანიელის ამ ექიმზეა კონკრეტულად ლაპარაკი. არ ვიცი ხახნო, შეიძლება აქ შეგერგოს. დაირგებ. მაგრამ იქ რისთვისაც რავი, ვიბრძვით თუ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ხან გვჯერა და ხან არ გვჯერა, რა ხდება იქ სამყაროში. იქ ხო არ შეგერგება ამდენი ბავშვის ესეთი ერთიანად ცერებრალური დამბლის სტატუსი. კი, დანიელს აქვს 5 უბანი დაზიანებული თავზე. იცით თქვენ ეგ ამბავი? პირველი დანიელის წასვლა თურქეთში, თქვენც მიიღეთ ამაში მონაწილეობა, თურქეთში დადის დანიელი ყოველ 6 თვეში ერთხელ და გამოკვლევებს იღებს. სულ რაღაც 1 თვის წინაც იყო თურქეთში და კიდევაც უნდა წავიდეს. იცით თქვენ ეგ ამბავი? რომ დანიელი იყო სრულიად ჯამრთელი. და დანიელი ხარი ძალიან ძლიერი. რომ ახსოვს ის პერიოდი, რომ ერთი დღის მოინათლა. იმდენად დაამძიმა, ერთი დღის მოინათლა, დანიელმა ბევრი რამე გამოიარა და ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან საყვარელია, ძალიან გონიერია, ძალიან ნიჭიერია. 6 წლის გახდა გუშინ. 6 წლის ბიჭი უნდა დაარბოდეს. მაგრამ დანიელი ვერ დადის. ვერ ჯდება.
და დანიელის ნაირი ბევრი ყავს ამ ექიმს ასე ბავშვი და მე იმათი მშობლები, ახლობლები, ვინც ამას ყველაფერს უყურებენ და ფიზიკურად უძლურები არიან, რომ დაეხმაროთ. არ შეგერგებათ. არ ვამბობ, არასოდეს არ ვიტყვი, რომ ღმერთო ესე უყავ. არასოდეს არ არის ეგ ჩვეულებრივი წევლა. არა. ზუსტად ვიცი, რომ თავისას მიიღებენ. ეს ბავშვები არიან ანგელოზები. ყველა აი გმახჩობს ხოლმე ბოღმა დანიელს რო უყურებ აი აქ იცით რა ნიჭიერია იცით რეებს იმახსოვრებს იცით რეებს პასუხობს რეებს გეკითხება ლაპარაკობს ხარ ძალიან საყვარელი დანიელი თქვენ თვალ წინ გაიზარდა ვინც მიყურებთ წლებია რომელი საათია 15 წუთია ნახევარი საათი მაქვს მაკარონის მოხარშვისთვის ოთახის გამოსუფთავებისთვის ხო და საწოლების ასალაგებლად ჭუჭელი ცოტა მაქვს იმიტომ გუშინ დავრეცხი ნახევარ საათში მოვასწრებ მარას ვიზავ ხო კიდე რაღაცა მეთქვა ხო მომილოცეთ ოთახში ნესტია ჩემი ახალ ოთახში ნესტია შპარიელი დასვლა ზუსტად ვიცოდი რომ ეგ მაინც მოხდებოდა სოფელი დგა ნესტში არ ვიცი რა სოფელი დგა წყაროში ანუ ხო შეიკრა დათბა და აქ სითბო ტრიალებს და გარეთ უკვე მინუსზე ასული ხო იორთქლებს და ალბათ ის ერთ ადგილას სხვა ერთ ადგილას უკვე ერთ იმაზე რა თან მაგ ადგილას ის ღია შპარი განახეთ ღია შპარიელი ხო გაკრული და ყველა ვარიანტში გაზაფხულამდე რაღაცას დაატყობს მიუხედავად იმისა ეს სარფეთქით იმას შვები ყოველი დილით საღამოს თუ აქვს ეხლა არ მგონია არ ექნება მზე გამოდის და რაღაცა ხო და ესა ნენერა შვები რომ არ დააზიანოს ეგეთი შპარიელი მაქვს თუ რაღაცა არის მიუხედავ მაგას მიუხედავად ამის აი ეს კედელი დილით ხომ ზიადგა ეხლა ნახე როგორ მზიადგა და გამათბობელი დგა ცოტა იქით და ცოტა იქით ნესტი ხო თეთრი შპარიელია ნესტის ისინია აღარ იწმინდება არაფერი თადარჩენ სხვა მიუხედავ სახში ვარ ცოტა გამიშეს ვარსად წავატყაო ყოველთვის ძალიან სუსტი ფრჩხილები მქონდა ხოლმე აი ამ ორთითზე ხო და ეხება ყველაზე ლამაზი ფრჩხილები ვაიმე დღეს გვაქვს ესა ტორტი ძალიან საყვარელი ძაღლი ძალიან ტორტი უნდა იყოს და გუშინაც ხო გითხარი და დღეს არის ეგ და ტორტი უნდა ავაწყოთ დღეს სხვა სმენა მე ცოცავი იმით ვარ ყველა სმენაში ვარ ისინი არიან ორი დღე და ესა ერთმანეთის იმით რა ესე ორი დღე და ეს დღეები მონაცვლეობით უწევთ ხოლმე და მე რადგან ორშაბათი სამშაბათი და ხუთშაბათი ვარ მეც ეგე მიწევს ხან ვისთან ვარ ხან ვისთან დღე გუშინ სხვასთან ვიყავი დღეს სხვასთან ვიქნები და ხუთშაბათს გუშინდელ სმენასთან ვიქნები აი გუშინ უკვე კუჭები გვტკიო და ხარხალისგან და სიცილისგან აჰა ესეც ესე ხო დღეს ცოტა თბილად უნდა ჩავიცვი იმიტომ რომ გუშინ რომ მიდიოდი გავიყინე თუ ეგ გუშინ წინ იყო გუშინ წინ სად ვიყავ არა გუშინ წინ გავიყინებ ცხეთაში შევშალა წავიდე ხახნო კარგად იყავით აბა ჰე და აბა ჰუ